ბერლინის კედელი ესე იყო. ავიხედოთ მეორე მხარეს. ესე არის, ახლა გაჭრილია. თავის დროზე ყველაზე ცუდი ადგილი იყო. შუაში გაყოფილი ბერლინი და გერმანია. არ ყოფილა ძალიან მაღალი ისე. უფრო მაღალი მეგონა. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ საგუშაგოები იყო ყველგან. ქვიშა ეყარა თურმე, თუ ახლოს მიხვიდოდი, ანუ ქვიშაზე კვალი რჩებოდა. თუ გადახტებოდა იქ გაივლიდო ხოლმე, თუ მეტეს იქაც კვალი დარჩებოდა, პროჟექტორები, საგუშაგოები, ესე იყო და თან ისტორია ბერლინის კედელს აქვს ესეთი, რომ ერთ დღეს დილას 13 აგვისტოს უცებ მავთულხლართები გაშალეს მთელი ამ ხელა მანძილზე საბოლოო ჯამში 150 კილომეტრამდე იყო, მაგრამ ნუ ბერლინში შუაში აი ეს გაშალეს მავთულხლართები და აქედან აკრძალეს იქით გადასვლა, აქეთ გადმოსვლა. შემდეგ დაიწყეს კედლის მშენებლობა და ძალიან მალე ააშენეს ეს კედელიც. შესაბამისად, იმიტომაც არ არის ისეთი გრანდიოზული, მთავარი იყო, რომ ალბათ კედელი ყოფილიყო რა. ააშენეს ესეთი კედელი და მორჩა. გაიმიჯნა გერმანია და კიდევ მეორე ამბავი ის არის, რომ ანუ გამარჯვებული მხარე ხო იყო აქეთ. საბჭოთა კავშირის მხარე, მოდი ესე ვთქვათ რა, იქეთ დამარცხებული გერმანია. და მთელი არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, რომ იქიდან აქეთ გადმოიპარნენ პირიქით. აქედან იქეთ იპარებოდნენ და იყო მთელი დახვერტები და მთელი ამბები აი კედელთან. შესაბამისად, ვინ იყო გამარჯვებული ომში, კიდევ საკითხავია. ეს კი ბერლინის კედლის ის სეგმენტი, რომელიც ავთენტური სახით არის შემორჩენილი, თუმცა ანუ ჩამონგრეულები რა თქმა უნდა აქაც აქვს. და ეს არის სიმბოლო თუ როგორ დაუმალო ადამიანებს სიმართლე, ანუ როცა დამარცხებული მხარე გაცილებით დიდი ტემპით ვითარდებოდა, ვიდრე ეგრეთ წოდებული გამარჯვებული მხარე, გადაწყვიტა სახელმწიფომ საერთოდ რომ გაემიჯნა ადამიანები სიმართლისგან და გამიჯნეს უშუალოდ და პირდაპირ ბეტონის კედელით.